არაბულ და სხვა მუსულმანურ ქვეყნებშიც, რომლებიც პრაქტიკულად რომლებიც ასეთი ტერაქტების შემდეგ მაინც რაღაც ეს თქვით უხერხულ მდგომარეობაშიც არიან და რაღაც ტიპის შეიძლება აგრესია წამოვიდეს და გაძლიერდეს მათი მისამართი, ანუ პირდაპირაც და ირიბადაც ისინი შეიძლება დაზარალებულები იყვნენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა თითოეულ ჩვენთაგანსაც ყავს ხო უამრავი მუსულმანი მეგობარი საქართველოს თუ საზღვარგარეთ და აბსოლუტური უმრავლესობა მათგანი რა თქმა უნდა გმობს ასეთ ექსტრემიზმს. ისიც გავიხსენოთ, რომ თუ რამე ეშველება ამ სფეროს, ამ ექსტრემიზმს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახლო თანამშრომლობით მუსულმანურ ქვეყნებთან. ეს იყო კარგი მაგალითი ამისი იყო 2001 წელს 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთში ტალიბანების და ბინ ლადენის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია სამხედრო, რომ კოალიცია შეიქმნა, რომელშიც უამრავი მუსულმანური ქვეყანა იყო ჩართული და სწორედ მათმა ჩართვამაც განაპირობა წარმატება. და იგივე უნდა მოხდეს ჩემი აზრით ამ შემთხვევაში, როგორც 2001 წელს იორდანიის მეფე წერს ევრონიუსზე, ხავ კითხულობ, ინტერვიუ იყო მასთან, რომ ევროპელები ეხა გრძნობენ იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანი ვგრძნობთ. ანუ ასეთი დისკომუნიკაციის ბრალიც არის ის, რაც ხდება? დიახ, რა თქმა უნდა, რაც უნდა მოხდეს ახლა, ხო? ჩემი აზრით იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ის, რომ არა პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონის, მადრიდის თუ სხვა დედაქალაქების ქუჩებში ვებრძოლოთ ტერორისტებს, არამედ მათი ბუდე, მათი წყარო, სადაც არის, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ეს არის ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო, ანუ ერაყის ნაწილი და სირიის ნაწილი, სწორედ იქ არის გასაკეთებელი საქმე, იქ უნდა ჩაერთოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა, დასავლეთის თუ მუსულმანური ქვეყნებიც, რათა ძირშივე აღმოიფხვრას დამფინანსებლებიც და ის ხალხიც, ვინც წვრთნას გადის პრაქტიკულად, მათ შორის ქართველებიც სამწუხაროდ და ჩვენ ბატონ მამუკა, ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან, რატომ პარიზი ესეთი კითხვა დავსვი საქართველოს ელჩთან საფრანგეთში, იმიტომ ხომ არა, რომ ეს რაღაც მულტიეროვნული სამყაროა, ან იმიტომ ხომ არა, რომ თუნდაც ებდო შემთხვევამ რაღაც ცხადი გახადა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაძლოა აქვს უსტი რგოლები ამ ქვეყანას თუ აქვს, თუ ის რომ სირიის ოპერაციაში არის ჩართული საფრანგეთი, როგორც საქართველოს ელჩმა თქვა პასუხად. რამდენიმე მიზეზია. პირველი, რა თქმა უნდა, ის რომ სირიასთან საფრანგეთს აქვს ისტორიულად ძალიან ახლო ურთიერთობა, ანუ ბევრი იქიდან წამოსული ადამიანი, ლიბანელიც, სირიაც, ანუ ეს ქვეყნები გარშემო იყვნენ ძალიან ახლოს კულტურულადაც, ბევრი ფრანკოფონიც არის, რაღაც პერიოდში კოლონიაც იყო, ხო, საფრანგეთისა, ეს ერთი. მეორე ის, რომ რა თქმა უნდა, ის ბუდე ტერორისტებისა, რომლებიც პატარა ჯგუფები არსებობს ევროპაში, მათ შორის პარიზშიც არის ძლიერი შედარებით, ვიდრე სხვა ქვეყნებში, თორე სხვაგანაც იყო ტერაქტები და მესამე ალბათ ის, რომ კარგად შეისწავლეს პარიზის თუ საფრანგეთის ის ადგილები და ლოჯისტიკურად და უსაფრთხოების სამსახურების სისუსტეებით შეისწავლეს და აქედან გამომდინარე, თორემ ეს ყველგან შეიძლება მოხდეს და კიდე მოხდება, რა თქმა უნდა, სანამ საბოლოო აღმოფხვრა არ მოხდება იმ ქვეყნებში, საიდანაც მოდის. ავღანეთში ეს წარმატებით მოვახერხეთ ჩვენ ყველამ, იმიტომ რომ ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, დღესაც იქა ვართ, ხო, ჩვენი ჯარისკაცებით, ამიტომ ჩვენი უსაფრთხოება საქართველოსიც არა მხოლოდ თბილისის ქუჩებია ან პანკისია, არამედ ავღანეთიც არის და ყველა ის ტერორისტული წყარო, რომელიც არსებობს. დიდი მადლობა, ბატონ მამუკას, ჩვენ რეკლამის შემდეგ უკვე სხვა სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს დაბოლოებით. შეიძინე Lenovo smartphone. Ulimito წუთები Beeline-ის ქსელში. Ulimito SMS-ები 1 გიგაბაიტი, უსწრაფესი, 4G ინტერნეტი, Ulimito WhatsApp-ი თვეში მხოლოდ 25 ლარად. სუპერ საჩუქარი. Beeline-ის ყურსასმენი. Beeline-ი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. მაღალმთიანი ცეილონის ჩაი.
გემრიელია. ნეტა ვიხილო როგორ იზრდება. ცალი თვალით მაინც შემახედა. გადაწყვეტილია. მათთვის ვინც გიყვარს, რამდენიმე ახალი მწვერვალის დაპყრობაც შეიძლება. მწვერვალი, სადაც ცეილონის ჩაის მკვეთრი გემო და ბრწყინვალე არომატი იბადება. პრინცესა ნური მაღალმთიანი. კარები 125 ლარიდან, გასაშლელი დივნები 359 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. ავტომობილი თუ მოტოციკლი, არა აქვს მნიშვნელობა. არჩევანი აშკარაა. მოტული, მხურვალე ვნება, ცივი გათვლა. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. Lenovo წარმოგიდგენთ მეტალის Vibe P-Erz 5000 mAh ბატარეით და შუშის Vibe S-Erz 2 სელფი კამერით. Lenovo აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები. სურვილი ადამიანის გონებაში ნელ-ნელა ყალიბდება. ის პირდაპირ კავშირშია ჩვენს შეგრძნებებთან. დღემდე გეფიქრება მანქანაზე, რომელსაც ბავშვობაში ნატრობდი. ლამაზ აგარაკზე, რომელშიც ახლახან სტუმრად იყავი. შენი სამზარეულოს რემონტზე, რომელიც უკვე ძალიან მოძველდა. საოცნებო კურორტის ნახვაზე, რომლის ფოტოებიც უკვე მრავალჯერ დაათვალიერე. ეს ის ფიქრებია, რომელიც სურვილებად ყალიბდება. სურვილებად, რომელზეც არ უნდა თქვა უარი. აიღიან გააერთიანე ყველა არსებული სესხი საუკეთესო პირობებით 31 დეკემბრამდე და აისრულე სურვილები TBC ბანკთან ერთად. ჟურნალების მაგიდა 98 ლარიდან, სამზარეულოს მაგიდა 191 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. უკვე დასრულებული გარემონტებული ბინები დირსის ახალუბანში. შეიძინეთ ოროთახიანი ბინები კვადრატული მეტრი $717 და მიიღეთ გამარტივებული იპოთეკური სესხი. პირველადი შენატანი 15%-დან. იჩქარეთ დირსი, მოლოდინზე მეტი. რა ანიჭებს სრულყოფილებას, თქვენს საყვარელ კერძებს? ნატურალური, ნოყიერი, ნაზი, უმაღლესი ხარისხის ნაღებისგან დამზადებული არაჟანი პრეზიდენტი. პრეზიდენტი თქვენი კერძის სრულყოფილებისთვის. მხოლოდ Silk TV-ზე მხოლოდ 4 ლარად თვეში გაიაქტიურე Silk Sport პაკეტის 60%-იანი ფასდაკლებით და ჩაერთე დიდი სპორტის სამყაროში. ფეხბურთი, ინგლისის პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანური ლა ლიგა, ჩოგბურთი, უიმბლდონი, კალათბურთი, NBA, ევროლიგა და სხვა მრავალი. სოფლიო სპორტი Silk TV-ზე. Silknet 200. კერამიკული გრანიტი 15 ლარი და 50 თეთრიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. პირველად საქართველოში ახალი თაობის სალარო აპარატები. Casa G. თბილისის ცირკში 24 ოქტომბრიდან ახალი საცირკო პროგრამა ჯამბაზების ასამბლეა. რეცხართულია ხომ ასეა? მას არაცხი მანქანა გარეცხავს. ვისურვებდი რომ მართლაც ადვილი იყოს, მაგრამ ასეთ ჭუჭხთან გამკლავებას განსაკუთრებული ძალის ხმევა სჭირდება. ახალ დღევად სარეცხის საშუალება დაითან ერთად ეს ასე არაა. მხოლოდ ერთი ჭიქაა საკმარისი. ის ქათქათა თეთრია. ახალი დღევადი დაიდი, მარტივად მიღწეული სისუფთავე. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოგიდგენთ ეროვნული ვალუტის ლარის განახლებულ ბანკნოტებს. ეს არის ლარის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა 2016 წლიდან და მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად. ტორაბიკა კაპუჩინო, შოკოლადის გრანულებით. ძიანი ყავის ჭეშმარიტი გემო, ყველგან და ყოველთვის. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი. თქვენთვის, განსაკუთრებული შესვენების მოყვარულთათვის. მეტი სტილი, შარმი, ხასიათი. ვაცხადებ შავი კიტკეტის შესვენებას. ახალი კიტკეტ დარკი, შავი შოკოლადით. შავი კიტკეტი, განსაკუთრებული შესვენებისთვის. ნესტლის ხარისხი. კარტნუარი. დახვეწილი ყავა. დაბადებული ცეცხლისა და ყინულის დაპირისპირებით. სივი ნაკადი პიკზე აჩერებს მოხალვის პროცესს.
ასე იქმნება სრულყოფილი ყავა. კარტნუარე. ყავის მდიდარი გემო. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს კარდი ექსპრეს ბანკისგან. გადაიხადეთ ექსპრეს კარდით ყველგან და ყოველი გადახდისას დააგროვეთ ექსპრეს ბონუს ქულები. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია სიტყვა. გაიაქტიურე ტელევიზიის პაკეტის სპორტი მხოლოდ 4 თვეში და შეუერთდი მსოფლიო სპორტს. სიტყვები 200-100. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეტრად. Saison's გასართობი გადაცემების სპონსორი König Pilsner. Heute ein König Pilsner. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენი ან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. სენსაცია, გადმოტანილ, პორტირებულ სესხებზე, მხოლოდ 0%. რიკო კრედიტი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს კარდი ექსპრეს ბანკისგან. გადაიხადეთ ექსპრეს კარდით ყველგან და ყოველი გადახდისას დააგროვეთ ექსპრეს ბონუს ქულები. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია სიტყვა. გაიაქტიურე ტელევიზიის პაკეტის სპორტი მხოლოდ 4 თვეში და შეუერთდი მსოფლიო სპორტს. სიტყვები 200-100. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეტრად. ჩვენ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ საუბარს უკვე სტუდიის სტუმართან. დიმიტრი მანჯავიძე, აღმოსავლეთსოდნე არის ჩვენი სტუმარი. სამშვიდობისა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. წინა სტუმრებთან ერთად შევთანხმდით პრინციპში რომ ტერორიზმს არ სჭირდება საბაბი, რამდენად რელევანტურია დღეს მიზეზებზე საუბარი და ამ ქვეყანას პაატა ქურდაძემ გამოთქვა ასეთი სკეპტიციზმი, რელიგიური ტოლერანტობის ნება რამდენად შერჩება ასეთი ტიპის აქტების შემდეგ. იცით ძალიან შორს აგვიყვანდა ისეთი უფრო ფუნდამენტური კომენტარი. ერთ-ერთი რასაც ვიტყვი რომ ეს არ უნდა მოხდეს. მე არ წამიკითხია პრეზიდენტ ოლანდის გამოსვლა, მაგრამ არა, ასეთი რამ მას არ უთქვამს, უბრალოდ კაცრი ტონი ქონდა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები მათ. დიახ, კიდევ ერთხელ დეტალები არ ვიცი ალბათ თქვენთვისაც არ არის ჯერ ცნობილი, მაგრამ თავარი მიუხედავად იმისა, რაც თქვა ბატონმა პრეზიდენტმა, თავარი ის არის, რომ ალბათ უშუალოდ საფრანგეთზე შეტევის გარდა ეს არის გაერთიანებულ ევროპაზე შეტევა. იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე, რაზეც შეიქმნა ეს გაერთიანება, რომლისკენაც ჩვენც მივისწრაფით. ეს არის გახსნილობა, ეს არის ტოლერანტობა, ეს არის მულტიკონფესიონალიზმი, ეს არის ღირებულებები პიროვნული, რომელიც გულისხმობს თითოეული ადამიანის მიუხედავად მისი სქესის, რელიგიის და ასე შემდეგ მის ინტეგრაციას. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც იგივე საფრანგეთში არის ან მოგვარების პროცესში, ან მოუგვარებელი, მე არ მინდა საფრანგეთის შიდა პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარები. ბევრი მუსლიმი და დაბალი სოციალიზაცია მათი იყო ამაზე საუბარი. აი ეს სიტყვა საკმაოდ ბანალური გახდა უკვე, მე მგონი, ჩვენს იმაშიც ინტეგრაციის შესახებ. ინტეგრაციის პრობლემა. რა თქმა უნდა, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტეგრაციაზეც შეიძლება აქ ლაპარაკი. მაინც ბადებს ალბათ უფრო მეტ შეაძლებლობებს იმისთვის, რომ ასეთმა აქტმა მიზანში ამოიღოს პირველ რიგში საფრანგეთი და ამიტომაც ჩვენთვის უბრალოდ შავად და თეთრად გაყოფა ალბათ იქნებოდა არამართებული და ამის საფუძვლები თვითონ ამ შემთხვევაში საფრანგეთში უნდა ვეძებოთ ისევე როგორც იმ უშუალებელ პრობლემაში, რომელიც ახლა აღმოსავლეთში. ანუ თანაბრად? იცით თუ ჩვენ საფრანგეთის გადასახეთიდან თუ ამ ტერორისტული აქტიდან შევხედავთ თანაბრად. თუ ჩვენ შევხედავთ სხვა ტერორისტული ან სხვა ტერორისტული მოქმედებისგან სხვა ქვეყანაში, იქაც თანაბრად.
იმიტომ რომ ჩვენ გქონდა სხვათა შორის ქრონოლოგია წლის ტერაქტების და აღმოსავლური სამყარო ძალიან დაიჩაგრა ამ მხრივ, იმიტომ რომ აი უმეტესობა ტერაქტების სწორედ ამ ქვეყნებში ხდება. რა თქმა უნდა, ამაზე მე წინათაც მქონდა თქვენთან ეთერ შესაძლებლობა საუბარის კიდევ ერთხელ განცობა ძალიან ბევრ დროს წაიღებს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით და რამდენიმე კოლეგის რა თქმა უნდა არის რელიგიური ომის ნიშნები, რელიგიური კონფესიონალური დაპირისპირების ნიშნები